გამარჯობა მეგობრებო, აბა როგორ ხართ და რა შრობით და რა საქმიანობთ, ნელა გახსენიდე. დღეს მე და თეო ვიყავით ფჩხილებზე და გავიკეთეთ. მე გავიკეთე და გაჩვენებ და თეონა ახლა მალე მოვა და იმასაც გაჩვენებთ. აი როგორი ფრენჩი გავიკეთე მეგობრებო. ზოგადად ძალიან უცნაური ფორმა მაქვს ჩემი ფჩხილებისთვის, იმიტომ რომ მე ამ ფორმას არასოდეს არ ვიკეთებდი. უშუალოდ ოთხკუთხედი მქონდა, მაგრამ უფრო რბილი ოთხკუთხედი მქონდა და აი ესეთი ოთხკუთხედი ჯერ არ მქონია. და აბა შემიფასეთ როგორი ფჩხილები მაქვს, მე მგონი ძალიანაც კარგებია. აბა რა სიტყვით როგორ გაჩვენოთ კიდე. მოკლედ, ვინც ფონიჭალაში ხართ, თუ გნებავთ, აი ამ გოგონას ნომერს მოგცემთ, ქვია ნინი, მუშაობს ფონიჭალაში, ბაიასთან ახლოს. და თუ გნებავთ, მოგცემთ აუცილებლად ამის ნომერს. უკარგესი გოგოა და რა ვიცი, უსუპერესად აკეთებს. ყველა უსწორმასწორი ადგილი შემისწორა და რა ვიცი, მე ისეთი ყურადღებიანი ძალიან კარგი გოგოა. მე მოვედი სახში უცებ, მე და თეო ერთად ვიყავით გასულები. მეთქი ბავშვები მარტოები არიან და მივხედოთ ხო და ძალიან დომხალი იქნებოდა უკვე სახში მეთქი და მივხედო. მოვედი ცოტა რაღაცები მივალაგე. უცებ სუპი გავაკეთე. ეს ვისებია. თემუგა, ეს წაიღე რა შენს ოთახში? საწოლზე დადე. საწოლი დასალაგებელია. ტანსაცმელი ყველგან ყრია დასალაგებელია. მოკლედ, ცოტა რაღაცები კი მივალაგე, მაგრამ ნუ ცოტა. 4 ბავშვის ხელში. თეონაც მოვა, ხა თეონას ჩხილების ფერის მაინტერესებს. პრინციპში ვიცი, ღია ვარდის ფრათ უნდა ცოტა ოდნავ ბჭყვიალები იყო შიგ ესეთი უნდა და აბა ვნახოთ როგორც გაიკეთებს. აგერ მე მგონი მოვიდა, მიდი გაღერა. ჩხილი გამიჭედება. სიო და ხო, აბა მეც მაჩვენე. აუდა ასე მომიტანე. ხო, იმეთი იყო და ისივოს. აბა რა თქვა? რა თქვა? ესეთი. ეს ფერი მე მინდოდა. მოიცა. ერთი წამი. ეს ხელი მომეცნა. თითქმის თეთრი. რძის ფერი მოგჭყვიალო. ჩემი გოგო ჭამს, რაშჭამ? ჰა? უკვე არაფერს თეონამ გუშინ გავუკეთათ შაურმა და შაურმას ჭამს. და კიდე გააკეთა თეომ ხაჭაპური და ეხლა ყავას გავიკეთებ და ხაჭაპურს მივირთმევთ. კომბოსტოიანი ხაჭაპური ვის გიყვართ მეგობრებო? კომბოსტოიანი ხაჭაპური მე ძალიან მიყვარს. ხო, და თავისთვის იყიდა მილენამ ეს წიგნი, რატო იყიდე? გამერტონა. მოგეწონა, მაგრამ ჯერ გადაყლაპედეთ იყო და მე რეთქვი, ხო? სკოლაში გედო ეს წიგნი, კლასში ედო ეს წიგნი, ცოტა წავიკითხეო და მინდა მეც ვიყიდეო და გაიქცა აგერ მერკატოში და იყიდა. რა მიეცი? 12 და 80. ძალიან კარგი ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია. ყოჩა. მოკლედ მეგობრებო, მე გავიკეთე და წამოვედი და თეონა კიდე დარჩა ჩემს მერე და თანხა სრულიად თეონამ გადაიხადა. ანუ ერთობლივად ასე ვთქვათ და თურმე ჩემი შილაკი დააჯდა 60 ლარი. ეს იმიტომ რომ ძალიან გაფუჭებული მქონდა სხვადასხვა ფჩხილი. ორი ფჩხილი საერთოდ მოტეხილი მქონდა და ის ორი ფჩხილი აღადგინა და დანარჩენებიც ფორმა ძალიან უსწორმასწორო მქონდა, იმიტომ რომ ორი თვე მქონდა წინა შილაკი და ძალიან გაფუჭებული მქონდა უკვე და მოკლედ ასე ვთქვათ რეკონსტრუქცია გამიკეთა ყველა ფჩხილის და ცოტა არ იყოს მაგაზეც ბევრი დრო დახარჯა და მოკლედ ასე შემდეგ. თვითონ რა თქმა უნდა ფრენჩიც უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი შილაკი, ამიტომ მე გადავიხადე 60 ლარი, თეომ გადაიხადა 40 ლარი თავის ფჩხილებზე. აი შევბრაწეთ ხაჭაპურები, როგორ გემრიელად გამოიყურება, გავიკეთე ყავა, ეხა გემრიელად. მივირთმევ თან ცოტა ტელევიზორს უყურებ და ცოტა ხანი დავისვენებ, თორე ძალიან დაგლილი ვარ სიმართლე რომ მკითხრათ. რისგან დავიღალე, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ დავიღალე. სხვათა შორის მეგობრებო, დიდი ხანია აღარ მითქვია და აღარ მილაპარაკია საერთოდ ამ თემაზე და ვისაც გნებავთ ჩემო კარგებო
რეკლამის გაკეთება, რომ მე გაგიკეთოთ რეკლამა, ან კოლაბორაცია შევქმნათ თქვენთან ერთად, ან ვითანამშრომლოთ, მოკლედ მომწერეთ მეილზე, ამ ვიდეოს ქვეშ ჩავაგდებ მეილს და ჩემს მთავარ არხზეც რომ შეხვალთ, მთავარ გვერდზე უფრო სწორედ, იქ წერია არხის მონაცემები, ყველაფერი, ჩემი იმეილიც და თუ გნებავთ კომენტარებშიც მომწერეთ და იქაც დაგაკვალიანებთ, სად მომწეროთ და როგორ ვითანამშრომლოთ. ნებისმიერი ბრენდი ან რა ვიცი, ტანსაცმელი, რა ვიცი, საკვები, ბიჟუტერია, ჩანთები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მოკლედ, რაც კი გნებავთ, რომ აი მაგ რაღაცაზე გავაკეთო რეკლამა, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის და ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ, ასე რომ მომწერეთ, გელოდებით და მზად ვარ რომ დაგეხმაროთ ყველაფერში. მეგობრებო, იმდენად გემრიელია ეს ხაჭაპური, იმდენად გემრიელია. აი, просто არ ვიცი, ძალიან მეწოდებით რომ თქვენ არ გაგისინჯავთ, თუ არ გაგისინჯავთ, რა თქმა უნდა. თუ არასოდეს ვერ გაგისინჯავთ, აუცილებლად გააკეთეთ. მოთუშეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, დაამატეთ ცოტაოდე წვრილად დაჭრილი ხახვი, ან თუ გინდათ ხახვის გარეშე და გატარებული ყველი. ძალიან გემრიელია, ძალიან გემრიელია. აი, это просто вау. ესეც მიყვარს ძალიან კომბოსტოიანი და ძალიან მიყვარს ხახვიანი. აი, არ ვიცი. სხვებიც მიყვარს, ძალიან ლობიანის მიყვარს, ყველთან ოღონდ ძალიან ყველიანი ლობიანი, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ეს და ხახვიანი, ნუ არ ვიცი რა, შემიძლია ყოველდღე ვჭამო. ასე რომ აუცილებლად გააკეთეთ, მეგობრებო, თუ გეხერხებათ ცხობა, აუცილებლად გასინჯეთ. აი რა ვიცით, მართლა ძალიან გემრიელია, просто super. თან მეორე დღის შებრაწული და ყავასთან ხო აი საერთოდ. ვიმეს უყვარს ეს გოგო, როგორც მე? ეს გაჭეჭილი გოგო ვიმეს უყვარს ისე როგორც მე? ეკითხებით? კი პასუხებთ, უყურეთ. დამეხმარეთ. ჩამკვეთნეს. იქიდანაც ეს ბავშვი მახარებს და ძალიან მახარებს სკოლაში. ძალიან მახარებს სკოლაში. იმ დღეს ამ წინებზე კრება გქონდა ახალ სკოლაში და მასწავლებელმა გითხრა რა. არ ვიცი. ბრწყინვალე გოგო გყავსო, ბრწყინვალე გოგონა გყავსო, რა ისე კარგად სწავლობსო. დღესაც ათიანები მოიტანე ხოდე? რამდენი? ერთი. აბა მეორეც ხო თქვი? არა ერთი. მეორეც მითხარი? არა ერთი. რაში? ბუნებაში. ბუნებაში? კი. ინარი ყოჭაგი გოგო დედასი? არა ვიცი. მოგწეს დედას ფრჩხილები? კი, მაგრამ ესე. რა? აი ერთიანი. ერთიანი. ორი არა? არა. ერთი? ხო. წიგნი წაიკითხე ახალი? ცოტათი, ხო. ახლა კამილა მოვაცეკვიდან. ერთხელ 3-იანი სავარაუდოდ მოიტანე ესე. ხო. ესე 3-იანი მოიტანე. სავარაუდოდ ხვალდაზეგაც არ გაუშვებ კამილას სკოლაში და ახველებს დედიკო და სხვა ბავშვებს გადაედება. მეც მინდა. შენ პარასკევს არ წახვალ? მე რა ესეც არ. პარასკევს მეგობრებო, აი ამ ქალბატონს დაბადების დღე აქვს. რამდენი წლის ხდები? არ ვიცი. როგორ არ იცი? აი ესე. ერთი და ერთი, 11. 11 წლის გოგო ხდება აი ამდენი სა. სალომე 13-ის ხდება. 1 და 3. აი ესე 1 და 3. 13-ის. შენ 11-ის. სალომეს აქვს 23 აპრილს ხუჩაბაც, ამას აქვს 24 აპრილს პარასკევს. და გავაცდინოთ, უნდა სკოლა ვგეგმავთ. და რაღაცა საინტერესო რაღაცები დავგეგმეთ, რა თქმა უნდა. არ ვაპირებდი დაბადების დღეს სკოლაში წასვლას ერთი თვის წინ უკენა თქვი მქონდა. რაღაცები, საინტერესო რაღაცები დავგეგმეთ, მეგობრებო, ამიტომ აუცილებლად უნდა. და საჩუქრების unboxing იქნება. შეთთან გავაკეთე მე. არა, შენთან. მე გავაკეთო?
ერთად გადავიღოთ საჩუქრებს. Хорошо, ერთად გადავიღოთ. Дамეს მჩუქნი. Лучший твой подарочек это я. შენი ყველაზე საუკეთესო საჩუქარი მე ვარ მეთქი. არა უშო. ჩემო სიყვარულო. აბა რა გაჩუქო მითხარი? არ ვიცი. მაინც? არ რა ვიცი. გინდა რომ გაჩუქო? არა მინდა. წიგნი ხო გაჩუქე დღეს? ო. კიდე? კერძო სახლი. ოხ, ახლა. მოგინდა, კერძო სახლი მეც მინდა, აბა მაჩუქე თუ მაგარი ხარ. ფლომასტერები. ხო გაქვს? გამფუჭდა. როგორი? აღარ ხატავს. როგორი გინდა? არ ვიცი. მოდი თემიდან შეგიყვეთო გინდა? არა ცუდები იქნება. კაცი ცუდა ის. ცუდები. მაშ სად უნდა იყიდო? არ ვიცი. მერკატოში? არა. მაშ? არ ვიცი. მითხარი სად უნდა იყიდო და რა ვიცი. აი მოგცემ ფულს, მაგრამ სად უნდა იყიდო არ ვიცი. Facebook-ზე. და Facebook-იდანაც რო ვიყიდათ ეგენის არ ვარ გვიდა. 2 წელი ვაძუ. ხო, მაგრამ თავიდანვე არ ვარ გვიდა, რამდენიღაცა თავიდანვე არ წერდა. ეგრე იყო ზუსტად მახსოვს. მოკლედ რა ვიცი, შევხედოთ თუ არა და სად მივიყიდოთ, ან შევუკვეთოთ ან რაღაცა. ვალდბერისზე. ვალდბერიზე არ გამოვაკ, აქ არ არის ახლოს ვალდბერისი. არაა. ის კი არა და იმის კვებაც მიმთავრდება და ისიც, ჯერ 1-10 დღე მიყოფა, მაგრამ მაინც მიმთავრდება. მეტროსთან 19-ით. მიმთავრდება ის ზღვის გოჭის კვებაც და თივაც და ისიც რა ქვია ნახერხი. აბა რა უნდა მაჩქო? აქ ვიცი და მითხარი და გაჩუქებ. ლილუ, ეს ლილუ ამ ბოლო დროს იმდენს ჭამს. ოღონდ ეტა გარდატეხის ასაკი. გარდატეხის ასაკი არა ის. კი. მუცელია კიმხელალო ლავიცი. ლილუსკა. დესტაფილოსფერია ქპირი. ბევრი საფილო ჭამა დილითაც და ეხლაც. ეხლა მოვლენ გოგოები, მანამდე კიდე მისი პირი. შენ კიდე დაჯექის გაკვეთილებს და. აბა როგორ მოგწონთ მეგობრებო, ჩემი ფრთხილები მართლა მითხარით მე მგონი კარგები, აბა რა სიტყვით. მისი დაფილოსფერია. აქეთ მოატრიალი, ჰა. არ დამადოზე და არ მიყვარს მაგის ფრთხილები. დაფილოსფერია. საფილოსფერი პირი აქვს. ვენდერანაირი პირი აქვს კაცი აქ და შენჭრიმე. კურდღელი. არ შემიძლია. სიგი. და კურდღელი ვიტო, გდოთ. არ შემიძლია ჟრუანტელი გამდის ტანში. Τι ბოდარა. დაფილოსფერო. სტაფილოსფერო. კოჭნა მოვლენ ხა ჩვენი გადარევი. იცი შენ თუ ძალიან ბევრი სტაფილო ჭამო კვირაში, შენ გასტაფილოსფრდები. ჰელო. შეიძლება გაყოთილები ვერ გავუკეთებთ. არა, არ შეიძლება დასაწერები უნდა დაწერო. ხუთშაბათს ხო. სმრომავარ სკორიდან პარასკევს ხარ წავად და შეიძლება ხუთშაბათს ვერ გავაკეთო. პარასკევის გაკვეთილი შეიძლება.